რომში კაპიტოლიუმის მუზეუმში წარმოდგენილია ლორენცო ბერნინის მცირე ზომის ქანდაკება მედუზას ბიუსტი. ნამუშევარი სინამდვილეში ნატურალური ზომისაა. მედუზა ბერძნული მითოლოგიის გმირია, ის იყო სამი გორგონადან ერთ-ერთი, რომელსაც მითოლოგია ურჩხულად წარმოაჩენს. მისი თმა დაკლაკნილი ერთმანეთში შეზრდილი გველებით შეიცვალა. მედუზა გორგონას მზერა ადამიანს ქვად აქცევს. სწორედ ამიტომ, როცა პერსევსი მას თავს კვეთს, ის ფარის ანარეკლს იყენებს, რათა მასზე თავდასხმა დაკვირვების, მისკენ გახედვის გარეშე შეძლოს. თუმცა ლორენცო ბერნინის მთელი გენიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ როცა ბიუსტს ვუყურებთ, მასში არა საფრთხეს და საშიშროებას, არამედ მსხვერპლს ვხედავთ. ჩვენ მისი არ გვეშინია, არამედ ემპათიას, თანაგანს დასგრძნობთ. მედუზა თითქოს ძლიერ შიშს განიცდის. წარმოიდგინეთ, როგორი შეგრძნებაა, როცა ერთმანეთში გადახლართული გველები მუდმივად თავზე დაგტრიალებენ და ყველას, ვისაც უყურებ, ქვად გადაიქცევა. ესაა მარტოსულობის საზარელი განცდა. მედუზას პრიალა იერსახესთან შედარებით ბერნინიმ გველები საკმაოდ დაუმუშავებელი ფორმით გამოსახა. ეს ასიმეტრია კიდევ უფრო ამძაფრებს ნამუშევარში წარმოდგენილ კონტრასტს.